მოგესალმებით ყველას მეგობრებო, როგორ ხართ? მომინადრეთ. შემომიერთდით გელოდებით. პომადა წავიშდა, აქ ცოტა წამშლია და აქაც წავიშალე ახლა. იმედი არ გეწყინებათ. როგორ მიხდება პომადა? ტუჩსაცხი, ქართულად ტუჩსაცხი. მეგობრებო, ძალიან საწყენ თემაზე უნდა ვისაუბრო დღეს. და მინდა გთხოვოთ, რომ გულთან მიიტანოთ ეს თემა. ისიც მინდა გთხოვოთ, რომ ეს ვიდეო გააზიაროთ. ეხლავე სანამ ლაივში ვართ, იმიტომ რომ რაც შეიძლება ბევრი ხალხი ჩაერთოს ამ საკითხში. გაუზიარეთ თქვენს მეგობრებს, დღეს ვისაუბრებ ხონის საგიჟეთზე მეგობრებო, რომელიც ეკუთვნის ხონის ეპისკოპოს საბა გიგიბერიას. და ძალიან რაც არ უნდა სამწუხარო იყოს, ხომ? არის სამწუხარო რეალობა იყოს, ჩვენ ამას თვალში უნდა შევხედოთ, რა ხდება დღეს საქართველოში. მე დღეს დამიკავშირდა პიროვნება, რომელმაც მომიყვა ამ საკითხთან დაკავშირებით. გამანდო ესე იგი სიღრმისეული ინფორმაცია და მთხოვა რომ იქნებ ეს გამეშღერებინა ხალხში და იქნებ კიდევაც დავკავშირებოდით ტევ პირველის გადაცემას. თუ ვინმეს კონტაქტი გაქვთ ტევ პირველთან, მე ამ თემას გავაშღერებ ტევ პირველთანაც, მაგრამ მე კონტაქტები არ მაქვს ამ სამაუწყებლო საზოგადოებასთან და იქნებ დამაკავშიროთ რამენაირად ტევ პირველთან, ან იცნობდეთ, ან ტელეფონის ნომერი გქონდეთ, ჩამიგდეთ და ამ საკითხს აუცილებლად გავაშღერებ. ეხლა რა საკითხი მინდა რომ გავაშღერო? ძალიან სამწუხარო საკითხი, იმიტომ რომ ეს დღეს საქართველოში ძალიან ინტენსიურად ხორციელდება და სამწუხაროდ ყველა ვინ საქართველოში დარჩა ნორმალურად და საღად მოაზროვნე, მათ უწყობენ ისეთ ვითარებებს, რომ გადააგზავნონ ესე იგი სხვადასხვა საგიჟეთებში, მათ შორის ხონის საგიჟეთშიც და მინდა გითხრათ, რომ ეს ხონის საგიჟეთი ეკუთვნის საბა გიგიბერიას. თუმცა გაფორმებული არის გოჩა ბაკურაძეზე ესეთ პირზე, მაგრამ მის უკან დგას საბა გიგიბერია, რომლის 95% საგიჟეთის მას ეკუთვნის. ეხლა რა ხდება და რატო არის ეს სამწუხარო თემა მეგობრებო? მე მომაწოდეს ინფორმაცია, სადაც ესე იგი 5% მხოლოდ ეკუთვნის ამ საგიჟეთის თავრობას და 95% ეკუთვნის ამ საშინელ გახრწნილ ადამიანს, რომელიც ადამიანების ხარჯზე, რომლებიც არიან სრულიად საღად მოაზროვნე, გამოკეტავენ აი ამ საგიჟეთში, შემდეგ მათ წამლებს უნდათ არ უნდათ წამლებს ახორციელებენ მათზე, წამლებს უშვებენ მათ სხეულში და ამყოფებენ ამ ადამიანებს საგიჟეთში. თუმცა მინდა გითხრათ, რომ ადამიანები, რომლებიც ბუნებრივად ხვდებიან საგიჟეთში და არა ცილის წამებით და არა მოტყუებით, იმ ადამიანებით აკეთებს ეს საგიჟეთის მეპატრონე ფულს ამ განხრით, რომ ესე იგი რაც კი დაფინანსება შემოდის საზღვარგარეთიდან იღებს ეს საგიჟეთი, შემდეგ ამ საჭმელი იქნება თუ რაც იქნება საჭირო, ამაში ვითომ და იხდის თანხებს, თავის ჯიბეში იჯიბავს ფულს, საგიჟეთის პაციენტებს, იქ ვინც არის გამომწყდეული, აკისრებს, გადასახადებს, იმის გამო რომ საჭმელი არ არის გემრიელი, იძულებული ხდება ამ საგიჟეთში მყოფი ადამიანი გადაიხადოს თავისი ჯიბიდან და იმ ხელაფასები აქვს დადებული, რომ იძულებით ადამიანი შიმშილით არ მოკვდეს, იძულებული ხდება, რომ აი ამ საჭმელში გადაიხადოს უშველებელი თანხები. და თუ კი ადამიანს ორი კვირა აქვს ესე იგი გამოყოფილი იმისათვის, რომ გამოჯამთელდეს და გამოვიდეს, ესენი უგრძელებენ ნახევარწელზე დროს და პრინციპში ხლიპავენ, ანუ აკოტრებენ ადამიანებს. მხოლოდ იმიტომ, რომ საგიჟეთში ამყოფებენ, უკეთებენ წამლებს, უგრძელებენ ვადებს, ვინ გაიგებს და ვინ გამოიძიებს ახლა ამ ხალხის საქმეს და ესეთ მდგომარეობაში ამყოფებენ ჩვენს მოსახლეობას ხალხო. ეხლა შეიძლება ვიღაცამ იფიქროს, რომ გიჟები და გიჟებზე ვიფიქრო ახლა მე, მაგრამ ეს არაქრისტიანული ასეთი მიდგომა მეგობრებო და მე ძალიან გულთან მივიტანე ესეთი საკითხი. მინდა გითხრათ, რომ ერთ-ერთი ადამიანი, რომელიც მე პირადად ვიცი, რომ
დაიჭირეს საგიჟეთში ამყოფეს პოლიტიკური მიზნების გამო, წამლებით გამოჭყიპეს, მე ამ ადამიანს მოუხდა, როდესაც გამოუშვეს ამ წამლებიდან განკურნება და გათავისუფლება, სრულიად დაზიანებული გამოვიდა ამ დაწესებულებიდან, არა ხონის საგიჟეთიდან, მაგრამ სხვა საგიჟეთიდან, რომელიც რა თქმა უნდა ისევ და ისევ უშიშროების ხელშია, ხო? პიროვნება, ესე იგი საბა გიგიბერია, ხონის ეპისკოპოსი, რომლის ხელშიც არის ეს საგიჟეთი და რომელიც გამოიმუშავებს, ესე იგი არაჩვეულებრივ თანხებს და გამდიდრდა ამ თანხებით ეს პიროვნება, აშენებს ახლა მეორე შენობასაც, რომ მეორე შენობაში უფრო მეტი ხალხი გამოკეტოს და უფრო მეტი ნორმალური ადამიანები, რაც შეიძლება გიჟად შერაცხონ. გესმით? ერთი წუთით აბავენ თუ უარს ეტყვის, ხო? თუ უარს ეტყვის აბავენ, მეგობრებო. მოკლედ, იმდენად დამთრგუნა ამ თემამ, რომ ვეღარც ვლაპარაკობ რა. ანუ ძალიან გულთან მივიტანე, იმიტომ რომ თუ კი სადმე საშინელებათა ფილმებში გინახავთ, რომ ჯანსაღ ადამიანებს აავადმყოფებენ, ეს ხდება საქართველოში რა. და ესე იგი ლარიოკი აქვთ სოციალს რო იღებს ავადმყოფი მაგენი ლარიოკით ახარჯინებენ 16 წლით. მოკლედ ამ პიროვნებამ მე ვთხოვე რომ ჩაეწერა ჩემთან ლაიფი და მთხოვა ესეთი რამ რომ მე რომ გამოვჩდე ჩემ ხმას ყველა იცნობს და არ მინდა კიდევ ზედმეტი დამატებითი წამლები შეუშვან ჩემს ორგანიზმში, რომლითაც უკვე დავზიანდი. გესმის? ამიტომ მე ვიზიარებ ამ ადამიანის შიშსაც და წუხილსაც და იმასაც, რომ უნდა რომ გამოსწორდეს საქართველოში საკითხები და მე ჩემი ძალებით გამოძიებას ვერ ჩავრთავ, მეგობრებო, მაგრამ ჩემი აზრით, ანუ ყველა ადამიანი, ანუ მე ვთხოვე ამ ადამიანს, რომ თუ კი საჭირო გახდა, თუ კი გამომიგზავნიდა ის voice, ანუ შეცვლილი ხმით, ამას გავაჟღერებდი და დამპირდა რომ გამომიგზავნის ეს ადამიანი voice და ამასაც გაგანდობთ, ამასაც გავაჟღერებ მე live-ში, მაგრამ საქმე იმაშია, რომ ესე იგი ესეთი უსამართლობები ხდება ჩვენს ქვეყანაში სასულიერო პირების მიერ. სასულიერო პირების მიერ, ხალხო. და რუსთაველზე დგას ხალხი და პოლიტიკოსებს რაღაცებს ესვრის. რუსთაველზე კი არ უნდა იდგეს ეს ხალხი. ჩვენ უნდა ვიდგეთ ახლა საპატრიარქოს წინ და ყველა თითოეულ საქმეს ვთხოვდეთ, როგორ გამდიდრდნენ, საიდან აქვთ ეს ჯიპები, ვის რა ეკუთვნის. ხედავთ, ესე იგი გოჩა ბაკურაძის უკან არის ეს პიროვნება გაფორმებული რა. გოჩა ბაკურაძის სახელით მოკლედ იმდენად უსამართლობა არის, რომ პირდაპირ ერთადერთი რაც მაგონდება, აი წყევლა წამოვიდეს, მაგრამ ღმერთო, მომეც იმის ძალა, რომ ეს ხალხი გონს მოვიდეს. კი არ დამაწყევლინო, დამალოცინე ეს ხალხი, რომ გონება გაუნათდეს. აღარ ჩავარდეს ისეთ მდგომარეობაში, რომ ჯიპის გამო საკუთარი მეზობელი და საკუთარი მამულიშვილი გაიმეტოს. ხალხო, აღარ ვიცი რა გავაკეთო რა. მე ერთი ადამიანი ვერ შევცვლი ყველაფერს რა. ჩემს უკან თუ ხალხი დაიმალა და ვერ გამოჩნდით, ხო? გამოვა რომ მეც ესეთი გიჟი ვზივარ და ყვირი ვარ მარტო ერთ ხალხმა თუ ერთად არ დავდექით, ხალხო. თუ ერთად არ დამიდექით, ან მე უკან კარგი მე ვიქნები, თქვათ, პირველი მეწავალ. მე რას გავხდები მითხარით? ამ უსამართლობას მარტო მე მოვერევი? თქვენ თუ ყველა დაიმალებით, თქვენ თუ ყველას შეგეშინდებათ და სახლებში გამოიკეტებით და აგერ თამარი მოაგვარებს ყველაფერს, ესი არ გამოვა რა, მეგობრებო რა. მართლა გეუბნებით, ძალიან უცნაურ მდგომარეობაში ვარ. ისეთ მდგომარეობაში მაყენებთ, რომ მარტო დავდივარ, ესე იგი, კარ და კარ, ხალხი საუბრობს, ყველა სახლშია პრინციპში, სახლში დაცულად ზიის და ამბობს, რომ ეშინია გარეთ გასვლის, რომ ეს არ ხმის
მისი ხმა არ გაიგონ, მისი სახე არ გამოჩნდეს. ყველა ზეშინი იცი რამდენი ხალხს ველაპარაკები. ყველა არის დაშინებული და შეშინებული, ხალხო. მე რა გავაკეთო ესეთი? მე მარტო ხალხი არ მომისმენს. ყველანი უნდა გამოჩნდეთ. ყველანი უნდა გამოჩნდეთ, გესმის? და იმის თუ გეშინიათ, რომ ვიღაცა დაგიჭერთ, ვიღაცა მეც მეშინია მაგის. მაგრამ აღარ მეშინია, გესმის? იმიტომ რომ გადავლახე ეს შიში, გააკეთებენ და სიკვდილზე მივდივარ, всё. როგორც ქრისტე წავიდა სიკვდილზე, მირჩევნია თავისუფლება, ვიდრე მონობაში, სახში რაღაც ჩაკეტილი სიკვდილი რა. მართლა გეუბნებით ხალხო და ქრისტესგან ისწავლეთ. ქრისტემ დამანახა რომ უსამართლობას ისე წარეთ აღუდგა წინ, რომ ჯვარზე გააკრეს ადამიანი და წავიდა ჯვარზე. წავიდა ჯვარზე გააკრევინა. ჯვარზე გაკვრა კი არ იყო ხალხო იქ. იცი რა მოუვიდა ქრისტეს? ჯერ ხომ 151 თუ რამდენი ჭრილობა ჰქონდა, ტანი ჰქონდა მთლიანად ჭრილობებით დაფარული. რეებით აღარ სცემეს, ხორცები ამოაგლიჯეს, რომ ჯერ ჯვარზე სანამ აიყვანეს. რომ გატეხილი იყო, მაგრამ არ გატყდა. მთლიანად სხეული ჰქონდა დაფლეთილი ადამიანს. ხორცები დააგლიჯეს, იცი რეებით ურტყავდნენ? ესე რომ მათრახს დაარტყავ 10 კბილიანი ისა აქვს თოკი, მათრახივით არის. დაარტყავ ხორცში ჩაგერჭობა და ამას რომ გამოაგლიჯავ. ამით სცემეს ხალხო ქრისტე და არ შეეშინდა. და ჩვენ რას ვაკეთებთ ხალხო, რომ მე ვილაპარაკო მარტო და თქვენ დაიმალოთ ყველა სოროებში? არ გამოვა ეგრე რა ხალხო რა. თქვენ ფეხზე კიდია თქვენი მამულიშვილები. თქვენ ფეხზე კიდეთ თქვენი თავიც. თქვენ ფეხზე კიდეთ თქვენი თავისუფლებაც. თქვენ გირჩევნიათ სოროებში ყოფნა. იმიტომ რომ არ გცემონ, იქ არ წაგიყვანონ, იქ არ დაგეჭ, ამიტომ დაგვაჯდნენ თავზე და ამიტომ ნორმალურ ადამიანებს საგიჟეთში უშვებენ და ვინც კიდე ნორმალურია გაიქცა საზღვარგარეთ. ამ სატანების ხელში დარჩა ეს ქვეყანა და მარტო მე ვსაუბრობ ხმამაღლა, ეს არ შეიძლება რა. მე რომ ვამბობ რომ საპატრიარქოს წინ უნდა დავდგეთ და მოვთხოვოთ საკითხები, ხალხი გაიქცა და მე ვინ ვარ მე რომ ეხლა მე მომისმინოს ხალხმა. არ ჯობია მედიას მოусმინოს ხალხმა, რომ ისა რასაც გააცხადებს მედია, წავიდეს, გადაუხადოს ხაჭაპურები, დაურიგოს იქ კარტოფილები და რაღაცები და იქ რუსთაველზე იდგეს და მოლოტოვები ესროს. ხალხო შვიდობა მოვა უფლის წყალობით. არ მოვა კი შვიდობა უფლის წყალობით, არა. შვიდობა რომ მოსულიყო უფლის წყალობით, ქრისტე დაჯდებოდა სახში და შვიდად წყნარად იჯდებოდა და არ იყვირებდა ბევრს. არ იყვირებდა ბევრს. არც არავის შეუვარდებოდა ეკლესიაში და გადმოუყრიდა დახლებს. არც მივიდოდა კეისართან და ეტყოდა რომ რას აკეთებ. ხო? არ გააკეთებდა მაგეებს, მაგრამ გააკეთა. იმიტომ რომ შვიდობა მოვა უფლისგანო, რომ იტყოდა მამაჩემი მოაგვარებს ყველაფერსო და დაჯდებოდა გულხელი დაკრეფილი და გაერთობოდა თავის საძმოში. თავის იმეებთან, მოწაფეებთან გაერთობოდა კი. კარგი ვერავინ ვერ ბაძავთ ქრისტეს რა. იცოდეთ, არც ერთი ქრისტიანი არ ახართ. მე ვარ ქრისტიანი, იმიტომ რომ ქრისტეს საქმეებს ვაკეთებ. თქვენ არც ერთი ქრისტიანი არ ახართ, იმიტომ რომ მარტო ზიხართ სახში გეშინიათ. გასაგებია რომ ესეთი სასტიკი ეს არის, რა ქვია, სისტემას უჭირავს, ქაჯეთის ქვეყანაა საქართველო, ქაჯებს ყავთ დაპყრობილი, მაგრამ ვინ გაათავისუფლებს ამ ქვეყანას? წავიდეთ, დავტოვოთ ეს ქვეყანა? წავიდეთ, დავტოვოთ ეს ქვეყანა. აგერ ქურთებივით, წავიდეთ და დავტოვოთ, სიგნებივით ვიაროთ და სხვაგან მოვძებნოთ სიკეთე და აგერ ეს ქვეყანა ჩაუგდოთ ხელში ქაჯებს, სატანებს და ანტიქრისტეებს. რომელიც უწმინდესა და უნეტარესად ყავთ შერაცხული. გინდათ ესე? პარლამენტს მივადგეთ და იქ 6 თვე სამსახურის მერე გავუსეირნოთ და რაღაცები ვისროლოთ იქ? ტრაკი გავაქნიოთ? ამით შევცვლით ჩვენ ქვეყანას? და აგერ ჯანსაღ ადამიანებს საგიჟეთში გვიმწყდევენ და ავადმყოფებენ ღმერთმა იცის რა საშინელი წამლებით. და ადამიანმა მითხრა ისეთი მტკივნეული წამლებია, რომ მაგის ატანას ვეღარ შევძლებო რა. და მე ვარ გიჟი, ხო? ნინო კანდელაკმა მე გიჟად შემრაცხოს და თვითონ პაციენტებიდან ფული გამოიმუშაოს, ხო?
და მისმა ყოფილმა ქმარმა მეუფე ნიკოლოზმა ახალგაზრდა გოგოები აუპატიუროს. მაგარ ქვეყანაში ვცხოვრობთ რა, მოკლედ ისე მაგრათა გააპრწყინა ილიამ ქვეყანა, რომ ჭკუაზე არ ვართ, ესე იგი სახში ვიჯდეთ, სახში მოგდის ყველაფერი, სახში მზაბზარეულოზე მოგდის ყველაფერი. დარეჯან გაბიანი წერს მშვიდობა მაშინ მოვა როცა უფალი დაინახავს ვიბრძვით მართალი რწმენისთვის. ასე არ მოვა მშვიდობა. ხო, დარეჯან, მაგას ვამბობ რა. ვინ იბრძვის, რომელი კი გასაგებია შენც ლაპარაკობ ხოლმე, შენ ძირითადად ამხელ ხალხს, ამხელ საქმეებითაც აკეთებ, კი. მე, შენ, კიდე რამდენი 10 კაცი ვთქვათ, მაგრამ დანარჩენი რომ მედიის მსხვერპლია და მედი არასაც ტვინში ჩაუდებს იმას აკეთებს და არასწორი გზით მიდის და არასწორ ევროპას იცავს იმის მაგერად რომ თავის ქვეყნის მოქალაქეები დაიცვას და საგიჟეთში რომ უაზროდ ყრიან ამ ხალხს და ყოველი მეორე რომ საგიჟეთში მოხვედრილია უკვე წარმოგიდგენიათ საგიჟეთში როგორც ბერი გაბრიელი მოაქციეს ისე ილარიონ სამხარაძე თვითონ პატრიარქს ამხელს სამჯერ მოწამლეს თუ 4ჯერ კაცი. ნუ ილარიონ სამხარაძეს ხო არავინ აღარ უსმენს, იმიტომ რომ მისი ლაპარაკი ცოტა უცნაურია და ვიღაცას დახვეწილი ლაპარაკი თუ დავარცხნილი თმები თუ არ გაქვს და ისი არ დაინახე კადრში, იმას არ უსმენს, ასკროლავს ეგრევე და არ ვიცი რა, ძალიან უკვე ისეთ მდგომარეობაშია ეს დედამიწა და საქართველო, რომ ჯვარზე დავდექი. ტიპი ეკლესიიდან გამოდის. ქრისტეს სიტყვით, ქრისტეს აქციელით ვამხილე ეკლესიის სიაში მყოფი ვითარება და გამოდის და ისევ მე მირტყავს კაცი, ტიპი, კაცი, ვითომ ვაშკაცი, რომ ქრისტეს იცავს ტიპი რა. აი ესე დღეში ხართ ხალხო. სანამ 10ჯერ არ გაულაწუნე ვერ მოვიდა აზრზე, რომ არასწორი იყო. ქრისტეს იცავდა ეგონა რომ ეკლესიაში რომ მამონაა შესული, მე მირტყავს რომ მე ვამხელ ამას. კაცი ქალს მირტყავს რომ ვამხელ ეკლესიას და კიდე გონია რომ ქრისტეს იცავს. აზრზე ხართ როგორ საგიჟეთში ვცხოვრობთ? მაგის დედავატირე რა. ლენინმა ერთ დღეში დახვრიტა 2700 კაცი. აგერ მეუფე ქრისტეფორემ გუშინ გარკვევით თქვა ადამიანმა რა სინოდი ჭყავს ჩვენ. რა სინოდის ხელშიც ვართ. სინოდი კი არა, გამოყლევებული უკაცრავად რა ამ სიტყვაზე ბოდიშს ვიხდი კიდევ ერთხელ. სატანების ხელში ვართ. სატანების ხელში ვართ. ჩემიდან თუ არ გჯერათ, აგერ მეუფე ქრისტეფორესთან ხო გაიგეთ არა? ვაჯობოთ სიყვარულით კი არა, კინგ. ბოლო ჟამს როგორ მოდის იცი ქრისტე? მრისხანებითო. გესმის? სიყვარული ქაჯთან არ ჭრის, არა. სიყვარულს ვეღარ იტანს. დაბალ ვიბრაციული არსება სიყვარულს რო აჩვენებ იტანჯება. შეიძლება მოგკლას. შენი დაწყევა მოუნდეს და შენი ჩხიბაობა მოუნდეს და აგერ იმიტომ გადაივსო მთელი ჩხიბაობით ეს დედამიწა და საქართველო. ყველაზე მე მგონი ყველაზე ბევრი ჩხიბავი საქართველოში ყავს. მოთმინება რო არ მქონდეს, კი, მე რომ მოთმინება არ მქონდეს, მე იცი რას მემსგავსებოდი? მე ისეთი განსაცდელები გამომატარეს მაგ წამპალმა მეებმა, რა ქვია, სინოდის წარმომადგენლებმა, რომ მოთმინებით რო არ იყო, ღმერთი ჩემთან რო არ იყო, საგიჟეთი კი არა, ის ვერ გამაჩერებდა სტალინი. საგიჟეთი აწყობთ, შეგრაცხავენ გიჟებად და დაგამწყდებენ. ხო, და ისე მედიას ჩაურთავენ ხალხს და დააჰიპნოზებენ მერე იქ თურქული სერიალებით, იქ სინოდის უწმინდესობით და უნეტარესობით და ესეთი რაღაცეებით რა. რომ როგორ გაბწყინდა საქართველო, აი ნახეთ ხალხო, ის ცალკე ივანიშვილი მოგვიყვება ზღაპრებს, რომ აი ხალხო ნახე, საქართველოს ბიუჯეტი როგორ გაიზარდა და როგორ აღორძინდა საქართველო და ჩვენ დავიჯერებთ ესე. ნორმალურები საგიჟეთში იჯდებიან და გიჟები გარეთ და ესეთი
კარგი ვითარება იქნება მე. არის უკვე რა იქნება, არის ეგეთი ვითარება. 18 თუ 19 მეუფე მილიონერია ოფიციალურად. და ჩემი დაშტერებული ძმა კიდე იმ ჯოჯუას ემსახურება, ჯერ გვარში როდევს ის ჯოჯუას ემსახურება იმის უკან რომ აგერ მეუფე მომიყვა გუშინ, აღარ სანამ ჩავთავდი ლაივს ვილაპარაკეთ, ხო? მომიყვა გუშინ მეუფემ, როგორ შეუვარდა ეს ჯოჯუა და როგორ ჩაუშალა წირვა თავისი ქურდი წარმომადგენლებით. და ჩემი ძმა ჯოჯუას იმაში ძის და ემსახურება და ვიღაცა იძახის რომ სეწყელი თავის ძმა ის არისო რა ქვია ბერიაო და გაგიჟდაო ეგ გოგო ისაო თავის ძმასაც ბერიაო და მე თურმე ესეთ რაღაცებს ლაპარაკობ და ხალხო ღმერთო ძალიან გთხოვ რა ყველა ჩემსავით გააგიჟე რა აი ძალიან გულით გევედრები თუ ამას იგიჟე ქვია ყველა ჩემნაირი გახადე აი რა მაგარი დალოცვა გავაგზავნე ჩვენთან არის უფალი არც და იყოს ამი არამზადა იყო იგი შეპყრობილი არარაობა ვინ კინგ ვინ იყო საქართველოში ყველა მაღაზია ყიდის სპეციალური საწამლავებით მოწამლულ საკვების პროდუქტებს. ადამიანები ხდებიან უნაყოფოები, ავადდებიან და კვდებიან, ვერ აღწევენ საპენსიო ასაკს. ხალხს აგრეთვე კლავენ სხვა გასაიდუმლოებული მეთოდებითაც და საშუალებებითაც. საქართველოში ყველა ადამიანზე შედგენილია გრაფიკი, ვინ როდის უნდა მოკლან. ჩემზე არა. ვერ მიაღწევენ მაგას და ვერც ერთ შეულზე. რაც არ უნდა რჩეულების მოკლა ისურვონ მაგათ, უკან დაუბრუნდებათ და ქეწყავთ ის ილია მეორე უკვე მიწასთან გასწორებული და მიწაში უდევთ უკვე რა. შენ რო გეჩხუბა ის რო დამარტყა, ხო? რო დამარტყა. ჩემი ნაწნავი როგორ მოგწონთ მეგობრებო? ძალიან საყვარელი ნაწნავი მაქვს მე. იმისი არ იყოს ეს ჟურნალისტი რო გამოხდა. ჟურნალისტი იყო თუ სამხიობი. სამხიობთან შებრძოლებაო. ეგ შექსპირმა თქვაო, არ გირჩეო რაღაცეები რა სენტიმენტალური რო გახდა უცბად რაღაცა სიგიჟები რო გამოამჟღავნა და ხალხი სიგიჟის პირას არის მისული რა, მართლა. რა დროის ნაწნავია? ხო, იმიტომ რა დროის ნაწნავია კინგ, რომ ამ ნაწნავზე რო არ გადავიტანო ყურადღება ეხლა მე, ხო? დავითრგუნები. იმიტომ დავითრგუნები, რომ ძალიან ისეთი ვითარება არის საქართველოში, რომ ვერაფერს ვერ შველით რა. გინდა დაანონსე რამე, გინდა თქვი ხმამაღლა, მოდის 1-2 კაცი, იქ ცალ-ცალკე თავისთვის ყველა გიждდება და ყველა მეთანხმება, მაგრამ საბოლოო ჯამში ყველა თავისთვის გიждდება თავის სახში რა. დღეს ძალიან ლამაზი, იმიტომ არ მეგობრებო, გინდა გითხრათ რატომ არ დღეს ძალიან ლამაზი? სავსემთვარეობა და როგორც იცით, ჩემზე ინტენსიურად ხორციელდება მჩხიბაობები რა. ეხლა კიდევ დავიჭირე ერთ საკითხში მჩხიბაობები რომ განახორციელეს ამ ბოლო დროს და აი თუ დააკვირდებით აქ ჩემი თვალი აქ ოდნავ ის არის აქეთ არ არის ეგრე ოდნავ შესიებულივით არის ეს იმას ნიშნავს რომ ეხლა მე მაგის ენასაც ვიცნობ სად რა როგორ გააკეთეს რა და ვინც მოინდომა ჩემზე დარტყმა ხო უკან დაუბრუნდა დღეს იმიტომ გამოვიყურები ლამაზად, რომ ნებისმიერი ჯადო, რომელიც ჩემზე განხორციელდება, ჩემთან მოდის, გადის, გამტარი ვარ, გადის, ოდნავ რაღაცას თვალი მქონდა აღებული აშკარად და გამოამჟღავნებს ყველაფერს და გადის და მიდის ისევ თავის გამკეთებელთან უკან რა, ვინც დაუკვეთა დამკვეთთან. და მე მინდა გითხრათ, რომ ძალიან მაგარი რამე არის გამტარობა. გამტარობა არის ის,
რასაც ამბობენ ქაჯეთის ციხეს ვინ აიღებს? ის ვინც გამჭვირვალეა. ვინც გამჭვირვალეა, მეგობრებო, არის ის, ვინც სუფთა, წმინდანია, გესმის? ვინც წმინდანია, გამტარია. და გამტარს არ ეშინია ჯადოს, იცი რატო? როგორც მოვა, შევა, გავა და ისე უკან დაბრუნდება, გესმის? ამიტომ არ ეშინია გამტარს ჯადოსი და ზუსტად გამტარები აიღებენ ქაჯეთის ციხეს. იცით რატომ? რაც არ უნდა მჭხივაობა განახორციელონ მასზე, უკან უბრუნდებათ და იმათ კლავს. ჩემზე რამდენი სასიკვდილო ჯადოა გაკეთებული, იცით? ყველა უკან დაუბრუნდათ. ყველა უკან მოეკითხებათ. იმიტომ არიან ეხლა მაგ დღეში როგორიც არიან. დაფუძყნა. ეხლა ნახე ხალხი მაგათ როგორ მიადგება. მე რა შუაში ვარ? მე არაფერსაც არ გავაკეთებ, ხალხი მაგათ მიადგება და ამ სატანის მსახურებს. იმიტომ აქვს ნათქვამი ბერ გაბრიელს და ნიკოლოზსაც, ნარიმანსაც, რომ კუბოზე გამოიტანენ. კუბოზე გამოიტანენ. რატო ვინმე მოკლავს? არავინ არ მოკლავს. მაგათ ის ჯადოები, რაც რჩეულებს გაუკეთეს, ყველა უკან დაუბრუნდებათ. ყველა უკან დაუბრუნდებათ. ყველანი დაიხოცებიან. ყველანი დაეყრებიან ეგენი. რატო იცით? ჯადო მაგათ მოკითხავთ. ჯადომ არ იცის ბოდიში და ის. მივიდა ადრესატთან? ვერ გააკეთა საქმე, იმიტომ რომ იქ სიწმინდე დახვდა? მიდის უკან და მოკითხავს ისევ თავისიანს. არ იცის ბოდიში და მაპატიე. არ იცის. და ეხლა ეს რა ქვია, უკან ვიღებთ ჩვენ სიტყვებს, არც ეგ არ იცის. ამიტომ იცოდეთ რა. თამარს ტყუილა არ ელოდებოდა ნარიმანი. თამარი გამოჩნდა ნარიმანის კარზე და ეხლა უკვე მოქმედება დაწყებულია რა. და ვინ არის თამარი? თვით ილიამ შერაცხა წმინდანად, ხო? ხოდე ჩემო კარგებო, აცი, ნუღა შეგეშინდებათ რა, ყველაფერი მოგვარდება. უბრალოდ მე განვიცდი ხოლმე ასეთ საკითხებს, რომ ხალხი მართლა მუდოდ არის გადაქცეული და დაბლოკილი და მოჯადოებული და ერთ გალიაში გამოკეტილია და მარტო თამარმა უნდა ილაპარაკოს და მარტო კინგელისეიმ უნდა ილაპარაკოს და მარტო თორნიკემ უნდა ილაპარაკოს და კიდე იმათმა ვინც ლაპარაკობენ. და დანარჩენმა წმინდანები ლაპარაკობენ ეხლა. თქვენ გონიათ წმინდანები სადღაცა იქ საშიზიან და იქიდან გვიყურებენ? ყველანი აქ არიან. ჩვენს შორის. ყველანი აქ ვართ უпроსწორეთ ესე რო თქვა რა. და ვიღაცებს თუ უკვირთ აქამდე როგორ საუბრობო და როგორ ვერაფერს გიშვებიანო, ნუ გიკვირთ. კი არ უნდა გაგიკვირდეთ. ამოხსენით ეს ამოცანა, განტოლებაა და ამოსახსნელია. ამოხსენით. წარმოუდგენელი ამ დედამიწაზე არაფერი არ ხდება. ღმერთმა იმიტომ არ დაგვბადა, რომ ისევ ამ სისტემაში ვიყოთ მოქცეულები წმინდანები. წმინდანები ჩამოვედით იმისათვის, რომ ეს სისტემა გავწმინდოთ, გესმით? ამიტომ ნებისმიერ ის ადამიანი, ვინც უშიშარია და ხმამაღლას საუბრობს, წმინდანია. იცოდეთ. წმინდანია. ვისაც ვერ აჩერებენ და ვისაც ვერაფერს ვერ უშვებიან. უწმინდორი რო იყოს ადამიანები, ეგრევე ჯადოთი გააქრობდნენ. მაგრამ ვაი რომ ვერ აქრობენ და ვაი რომ ისი ფიქრეს, რომ ამას უცბად მოვიშორებთ რა ამ გოგოსო ის 2 წლის წინ რომ კარზე მივადექით. ეს გოგო ვიღა არისო, ჯერ თმები მაინც შეიღებოსო, ხო? ესე რო აზროვნებს სრულიად საპატრიარქოს მრევლი. და 2 წელი გავიდა და აგერ ვხედავთ, რაც მოსდის საპატრიარქოს და აგერ ვხედავთ, რაც მოუვა კიდე. ასია. აბა კითხვები თუ გაქვთ. მოგეთ, თუ TV პირველთან გაქვთ კავშირები, დამაკავშირეთ, მომწერეთ ტელეფონის ნომერი ან რა ვიცი, მისამართი. ან რომ მივიდე, სად უნდა მივიდე, ვისა მივიდე, სად დაუკავშირდე, რომ ეს თემა გავაშღეროთ რა. არ ვიცი, უნდა გაჟღერდეს. ჩემი აზრით ეს ყველაზე დიდი მტერი არის საქართველოსი. სასულიერო პირი, საგიჟეც რომ ადიდებს ციხესავით, ციხეში ვეღარ ჩასვავენ, მაგრამ საგიჟეც ადიდებენ, რომ ისა კარგად შეუშვან იქ ხალხი, ვინც საპატრიარქოს წინააღმდეგ.
ესეც მითხრა რა, ვინც ნარიმანს ახსენებსო, ყველა საგიჟეთში უშვებენო, ჯერ ეგ ერთიც და მეორეც ერთიც ვინც საპატრიარქოს დაეჯახება, ყველა გიჟია. გესმით? ყველა გიჟია. აგერ ჩემი ძმა რომ ბერია, ისიც ამბობდა რომ ხომ არ დაურეკოთო იმასო. და რომ დავუჯექი და უთხრე, ძმაო, მოდი აქ დაჯექი, მე თქვი, თვალებში შემომხედე და მელაპარაკე რა. მომისმინე და მე თუ იფიქრებ რომ გიჟი ვარ, მე წავალ ჩემი ფეხით საგიჟეთში მეთქი და თვალში გაუსწორე კაც და ველაპარაკე და აზრზე მოვიყვანე და აღარ ფიქრობდა იმას რომ მე გიჟი ვარ. ისეთი დაპროგრამებული ყავდა ამ გველის წიწილ ჯოჯუას. ილიას წიწილს. თუი ეშმაკს. მიყვარხარ შენი ულამაზესი ოჯახით. უფალმა დაგლოცოთ დარეჯან. მადლობა თქვენს დაგლოცოთ ყველა უფალმა. ყველა გაგვაძლიეროს უფალმა. კარგი გოგო ხარ სიმართლისთვის მებრძოლი გამბედავი ხალხს ეშინია ყველა თავის ტყავს უფრთხილდება ადამიანები ჯერ არ არიან გამოფხიზლებული ერთი მერცხალი გაზაფხულს ვერ მოიყვანს უნდა შემოკრიბო შენს ირგვლივ გამბედავი რჩეულები ახალგაზრდაობალი ფარავთ მანანა მე უფალმა ის მასწავლა რომ რაც არ უნდა მოციქულები შემოვიკრიბო გარშემო ხო ჯვარცმის პერიოდში ვირთხასავით დაბნეულები გაიფანტებიან და გაიქცევიან სოროში შეძრებიან მე ადამიანების იმედზე არ ვლაპარაკობ მე ვლაპარაკობ ხოლმე ერთადერთი ჩემი უფლის იმედზე რომელიც ჯვარს ეცვა და აღარასდროს განმეორდება ჯვარცმა და რომელიც უკვე გითხარით მამა ზეციერმა ჩემმა მამა ზეციერმა გადაწყვიტა რომ ყველაფერი გაანულოს და ჯვარცმა აღარ იყოს ძველი მატრიცები ყველაფერი დაანგრიოს მაშასადამე თუ კი მე ქრისტესში გავერთიანდები და ქრისტეს მივბაძავ მე ჯვარზე კი აღარ ვეცმევი მე ვიხილავ ქრისტეს აი ეს არის ჩემი განცხადება არანაირი მოციქულების შემოკრება მე არ მინდა ვისაც ქრისტეში გაერთიანებას სურს გაერთიანდება და ქრისტეს საქმეებს გააკეთებს მეც ქრისტიანი ვიქნები და ისიც ის თავის მხრივ და მე ჩემი მხრივ. ყველა დანარჩენი პეტრე პავლესნაირი გაიქცევა და სოროში შეძრება და არ ვიცნობ ამ ადამიანსო იტყვის. გესმით? და ქალები სხვათა შორის გვერდში დაუდგებიან ქრისტეს. ხო, ეგრეა დარეჯან, ეგრე. ბევრი ჩანს. მაგრამ სამწუხაროდ ვერ ახერხებს ეს ბევრი ერთად დადგომას, ვერ. ხო, განსაკუთრებულად კიდე ლამაზ ისა თვალზე წავისვი ფერი, ტუჩზე წავისვი ფერი დღეს და განსაკუთრებულად ლამაზად გამოგეცხადეთ. გაიხარე სიმართლისთვისო ამბობს მეგი, მადლობა შენ მეგი. გაიხაროს ყველამ სიმართლისთვის. იცი რომელი მომენტია თუ იცით თქვენ ტარანტინოს ფილმი არის ბილ რა ქვია დამავიწყდა ძალიან ცნობილი ფილმია ქალს რო დამარხავენ რა, აუ იმ ქალის სახელიც დამავიწყდა. როგორ დამავიწყდა, კაცო ყველა სახელები მავიწყდება იმათი გამოჩენილი ვარსკვლავების. ძალიან ცნობილი ქალბატონი. მიხვდებით რა რომელ ფილმზე ვაკ ლაპარაკი. ერთი სიტყვით მასტერს გაივლის, მასტერ კლასს გაივლის ეს ქალი ისწავლის სადღაც აზიურ ეხლა იგიც დამავიწყდა დედა რა ქვია მაგას კარატე კი არა და ტარანტინო რო თამაშობს კვენტინ ტარანტინო კი არა და ეხლა სულ ამერია ყველაფერი თაში მომისმინეთ ეხლა რა მომენტში ვართ იმას კეთვი რა მოკლედ ეს ქალი შეისწავლის ხელოვნებას საბრძოლო ხელოვნებას ესე რომ ვთქვათ პირდაპირ ესე ვილაპარაკოთ
საბრძოლო ხელოვნებას შეისწავლის და მისი ერთადერთი სასწავლო პროცესი, რაც ძალიან რთული იყო, არის ნებისყოფის გამომუშავება. ხო და ეს მასტერი ასწავლის ახლა ამ ქალს, რა ქვია მაგ ქალს, კაცო გამახსენდება, ასწავლის თუ როგორ უნდა შეინარჩუნოს ნებისყოფა და როგორ უნდა გატეხოს ფიცარი აი ამ ხელით რა, ამ ხელის რტყმით, წვერებით, თითის წვერებით და დამარხავენ ამ ქალს. დაიჭერენ, ნუ ამ ტერი ყველგან არის, დაიჭერენ, დამარხავენ ამ ქალს და გაიღვიძება ახლა ამ ქალს კუბოშია. კუბოში ახლა როგორ უნდა გამოვიდეს, ხო? მაგრამ გაახსენდება ის, რომ აი ამ თითის წვერით უნდა ურტყას და გატეხავს ამ კუბოს კარს და გამოვა და ამოვა ამ მიწიდან, ამოვა მთლიანად. როგორ დამავიწყდა ფილმის სახელის დამავიწყდა, ამ გოგოს სახელის დამავიწყდა, ერთადერთი ვიცი რომ ტარანტინოს ფილმია. აბა იქნებ გაიხსენოთ რა ქვია ამ გოგოს. ხო. ძალიან ყველას აი ხა ჩემი სახელი რომ დამავიწყდეს ისია რა თითქოს. გაგახსენდათ რომელი ფილმია? მე ეს ორი როცა ყვავენ ეს იმებით რა ქვია. ხო, ძალიან კარგი მაგარი ფილმია, ძალიან საინტერესო ფილმია, თუმცა მიუხედავად იმისა, რომ ჰოლივუდის ფილმია, ჰოლივუდი ზოგჯერ ძალიან კარგ ფილმებსაც იღებს ხოლმე და ეხლა რა მომენტში ვართ, იცი, აი დამარხულები ვართ და აი ჩვენ გვაქვს ერთი მიზანი, რომ ეს ამ თითის წვერებით ეს კუბოს ფიცარი გავტეხოთ რა. კუბოს ფიცარი უნდა გავტეხოთ. მაგ ვარიანტში ვართ, სხვა ვარიანტი არ არსებობს. ჩვენ ვართ დამარხულები. ჩვენ მოგვათავსეს ყველა ღვთისმშობლის, ივერის ღვთისმშობლის ტაძრის საძირკველში და სამების საძირკველში მოგვათავსეს. გაიხსენეთ ჩემი ლაიფი, რომ ქვებზე რომ დააწერინეს ხალხს საკუთარი ოჯახის წევრებისა და ნათესავების და იმების სახელები და მოგვათავსეს კუბოში ჩავგდეს. იცოდეთ რა? მაკულატურა. მაკულატურა ქვია? გამახსენე აბა ამ გოგოს მსახიობის სახელი და გვარი და შეიძლება მაკულატურა ქვია. ხო და ერთადერთი რაც დაგვრჩენია მასტერი რაც გვასწავლა ჩვენი მასტერი ვინ არის? ჩვენი მასტერი არის ქრისტე. და ჩვენმა მასტერმა რაც გვასწავლა იმას მივენდოთ რა, რომ საბოლოო ჯამში სამართალი პურს ჭამს. და სამართალმა პური უნდა ჭამოს ჰაერზე და არა კუბოში, გესმის? მკვდარმა კი არა, ცოცხალმა უნდა ჭამოს. ესე იგი ჯერ უნდა გავცოცხლდეთ. არა, კაცო, მაკულატურა, არა. სხვა რაღაცა ქვია. კვენტინ ტარანტინოს ხო უყვარს თავის ფილმებში თვით თავის გამოჩენაც. ამ ფილმშიც ჩანს ეს ერთ მონაკვეთში. იცი როგორ ქვია ფილმს? ამ პროტაგონისტის სახელი და გვარია ფილმის სახელი. ფილმის სახელია პროტაგონისტის სახელი. აუ როგორ დამავიწყდა რა და როგორ მინდა რომ გავიხსენო ამ ფილმის სახელი ახლა. ძალიან ცნობილი ფილმია. აი თითქმის ყველა მიცის რომ კითხოთ ბავშვს, ალბათ ბავშვსაც ეცოდინება. ეხლა ვერ გავთიშავ Google-ში ვერ შევალ, თორე უცბად დავგუგლავდი და გავიგებდი. ეს მსახიობი თამაშობს ხო, ქერათმიანია. ეს მსახიობი გოგო თამაშობს ქრისტეს უნებანში ეშმაკის როლს. აბა თუ გაიხსენებთ, მეგან ფოქსი, არა, მეგან ფოქსი. გაიხსენეთ, აბა თუ იცით ქრისტეს უნებანში რომელი ასრულებს ეშმაკის როლს, იქ რო დადის, იქ რო მიდის და რო აკვირდება ქრისტეს, რომ აბა იქ სხვანაირია, კაცი გეგონება, მაგრამ
თამარ, რა ხდება? რატო დაგავიწყე? ამდენი ხანი არ დავკავებული ვარ ფილმებით, ეთქობა ჰოლივუდის ფილმებით და ამიტომ გამახსენეთ რა ძალიან გთხოვთ ეს ფილმი. ვერც ერთი ვერ მიხვდით რომელ ფილმზე საუბრობ? მაფიოზური ფილმია ხო, ტარანტინოს ხო ისინი უყვარს. სისხლიანი ფილმები. ქერათმიანი გოგოა კი, ქერათმიანი გამხდარი მაღალი გოგო არის. და კიდე სათამაშობს ეგ. ბევრ ფილმში თამაშობს. ეხა გერმანულზე გადავერთობი და გამახსენდება გერმანულად თქვია ამას. ჯილზე იწყება რა, რაღაცა ჯილზე იწყება. ჯილ თუ ჯიმ თუ მოკლედ რა. არავის არ გახსოვთ, არ გახსოვთ. როგორ იცის დავიწყება ყველაფერმა რა. ტრავოლტას მონაწილეობს. კი, ტრავოლტაც მე ერთ-ერთ როც ეკავენ ეს ტრავოლტა და ეს მაკულატურა ქვია? მე არ ვიცოდი ქართულად ესე იგი, მაგის სახელი. ხო, ტრავოლტაც მონაწილეობს და ეს მაკულატურა რატო ქვია? ეთქობა ქართულად სხვანაირად დაარქვეს. კაი, უმა თურმანი, ხო, მადლობა, გაიხარე შენ. უმა თურმანი, როგორ შეიძლება დაგავიწყდეს ახლა ეს სახელი და გვარი. ხო, მაგ ფილმზეა მეგობრებო საუბარი, მაკულატურაზე, როგორც ქართულად მითხრა დავითმა, ესე იგი, მაკულატურაზე უყურეთ მაგ ფილმს და ნახეთ თუ რას შეასწავლიან უმა თურმანს და როგორ ამოვა იმ კუბოდან რა, კუბოდან დამარხული როგორ ამოვა, ნებისყოფის მეშვეობით და რა თქმა უნდა ძალის მეშვეობითაც ახლა. ხო და კუბოში ვზივარ და ტეხ ფიცარს იცოდეთ. დედას ვუტირებ ერთი ამოვიდე. ხო, ანუ მე რას ვაკეთებ ახლა ნახე, დედა ჩემო ხო დააწერა ამ ქვაზე ჩემი სახელი და გვარი. მაგრამ კუბოში გავცოცხლდი. ჩააყოლა იქ ივერის ღვთისმშობლის სახელობის ეკლესიაში. ეხლა რო აშენდა იქ დიდად. ხალხის ხარჯზე რო ააშენეს. ეხლა ხო ჩამარხეს იქ და ყველანი დაგუმარხეს ჩვენ ვინც სახელი და გვარი იქ შიგნით მოხვდა. ასევე სამებაში. ყველანი დამარხულები ვართ იცოდეთ, უნდა გავცოცხლდეთ. ზომბების დრო მოდის, საფლავებიდან რო ამოდიან მკვდრები, რო ცოცხლდებიან, აი ეგ დროა. და ამ კუბოს ვტეხ აი ამ თითებით, მეტი არაფერი არ მაქვს, მარტო თითები მაქვს რა, მე და ჩემი ღმერთიო რა, წმენა. მაკულატურა იმიტომ ქვია რომ არეული აზრები არის დაკომპლექტებული. ხო, შეიძლება კი, მაგრამ მე მაინც სხვა სახელი მახსოვს, ეთყობა გერმანულად კიდე სხვა სახელი აქვს. ან შეიძლება არასწორად მახსოვს, ხო? ხო და მოკლედ მეგობრებო, არის ესეთი ვითარება რა, ჩვენ ყველანი ქვებზე დაგვაწერეს. ანუ წარმოიდგინე ჩხიბაობა ისეთი მაგარი გააკეთებინეს ყველას თავის ხელით და დედამისის ხელებით და ზოგს ნათესავის ხელებით, რომ ყველა ქვაზე აგვღრიცხეს, დაჟე ერთ თითო ლარს იღებდნენ ყველა სახელში. თითო ლარს ეკლესიაში. რომ ისო შეგეწირებათო და რაღაც ჯანდაბა. სატანა. დაგმარხეს. ეხლა რას ვაკეთებთ, იცი? აი ეხლა პირველი ვარ, რომელიც ავხმაურდი და ჩემს გარდა კიდე ბევრი ახმაურდა. მე პირველი იმიტომ ვარ, რომ პირველი კი არ ვარ, იმ პირველთა შორის ერთ-ერთი ვარ რა, ვინც ახმაურდა და ვინც ეს თითებით ტეხს იმ კუბოს ფიცარს რომ ამოვიდეს მაღლა და დედა უტიროს მე იმან ვინც დამარხა ეს ადამიანი და მაგ ვითარებაში ვართ ახლა.
ზოგი ვინც მაღლიდან გვეხმაურება ჩვენი პარტნიორები, ისინი საგიჟეთში აგერ უშენებენ საგიჟეთს კიდევ ერთ შენობას, რომ იქ მოათავსონ კარგად, წამლები დაარჭონ, გამოაშტერონ, დაადამბლაონ, სიტყვის უნარი რო აღარ ქონდეთ გამოთქმის უნარი და აგერ სოფია ლოგოსი იცით თავიდან როგორ მოიშორეს, ხო? სოფია ლოგოსი ჯერ ეკრანზე გააჟღერეს, მერე მაგრად მიაწონენ კომენტარების სახით. ადამიანი გაანადგურეს, მერე საგიჟეთში ჩასვეს და მერე რომ გამოვიდა, აქ აღარ დაედგომებოდა იმ გოგოს და წავიდა რა საზღვარგარეთ. პირდაპირ ამხელდა პატრიარქის შვილიშვილია. პირდაპირ ამხელდა პატრიარქს. თავისი საბუთებით. აი ესე იყო საქმე მეგობრებო და უწმინდესი და უნიტარესი. უწმინდესი და უნიტარესი. ილია მეორე. ილია მეორის შვილიშვილია. პატრიარქი იესო ქრისტე პირდაპირ ილია მეორის შვილიშვილი რო იყო საბუთებით მტკიცებულება ქონდა ამ გოგოს, აქვს კიდევაც. მაგრამ რა თქინდა. ჩასვეს საგიჟეთში, ამყოფეს 10 დღე, ურჭეს წამლები, გამოვიდა ეს გოგო გათიშულ მდგომარეობაში და აზრზე რომ მოვიდა, მე რას გააწყობდა, იგივეს გაუკეთებდნენ და წავიდა საზღვარგარეთ რა. არავინ არ დაუდგა მხარში. არავინ არ დაუდგა მხარში. არავინ არ დაიცვა. იმიტომ რომ თამარ მეფის რეინკარნაცია ვარო თქვა და ამაზე ხალხმა ჩაქოლა რა. რა თქვა ესეთი? არასწორი. ვინ რა იცის, არის თუ არ არის, ხო? მაგრამ ხალხმა ჩაქოლა. აი ესეთები ვართ ჩვენ ქართველები მეგობრებო, ესია. კრიმინალია შტივაც ჰქვია რუსულად ალბათ. ეგრე მახსოვს თქვენც ეს სახელი ხომ არ გახსოვთ თამარ? არა, ეს სახელი არა. უმა თურმანი. უმა თურმანი ქვია. მაგოგოს რა ქვია? ეს ვინც სოფია ლოგოსად იყო ესე მოხსენიებული იქ Facebook-ზე. და მისი ნამდვილი გვარი არის სოფია დამავიწყდა ხო? ნამდვილი გვარი დამავიწყდა. რაღაც საინტერესო გვარი აქვს ან. მოკლედ ხო, მოკალი ბილი. ხო, ეგრე ქვია, მოკალი ბილი და მაკულატურა რატო ქვია? არ ვიცი, მოკალი ბილი, აი ზუსტად ეგრე ქვია. მადლობა მეგი. მაგ სერიას ქვია მოკალი ბილი, ხო? ეგ ხო სხვადასხვა იმეებით შედგება სათაურებით. რამდენიმე ნაწილია ამ ფილმში მოთავსებული და ეგ ნაწილი არის მოკალი ბილი, ესე ქვია და რა მოვა იქიდან. საყვარელი. ხო, მოკლედ. სოფია, რამდენჯერ მოვატრიალე ახლა ეს, მეგობრებო, რა ნახეთ. სოფია ლოგოსი, მეგობრებო, იყო პარლამენტარის შვილი, რომელიც არ აღიარებდა მას შვილად. და ეს პარლამენტარი კიდე არის ილია მეორის შვილი. სახელი და გვარიც ვიცი ამ პარლამენტარის, მაგრამ მე არ დავასახელებ, იმიტომ რომ ეგ ჩემი თემა არ არის. სოფია ლოგოს დაუკავშირდით და ის ყველაფერს გეტყვით. გესმით? ანუ მე არ მაქვს მაგის უფლება რომ გავცე ეს ინფორმაცია, ეს არის სოფია ლოგოსის ინფორმაცია. და სოფია ლოგოსის მამა ვინც არის? ის არის პატრიარქის შვილიშვილი. ეს ჰქონდა სოფია ლოგოს საბუთებით მტკიცებულებაში, უკვე გამოძიებული და დამტკიცებული და ხელში ეჭირა ეს საბუთები. მაგრამ დიდ კაცსა, პატარა კაცთან, პატარა კაცსა დიდ პატარას როგორ არის ეს? როდის გასვლია მართალიო, მოიცა?
დიდ კაცთან პატარა კაცსა როდის გასვლია მართალი. აი ზუსტად ეგ არის რა ადრეც იყო ეგ თემა, დღესაც არის დარჩა. ესეთ ვითარებაში ვართ ჩვენ. დიდ კაცთან პატარა კაცსა როდის გასვლია მართალი. ზურგზე მოიგდო ბეკეკა და წაიყვანა მერე იქ სადაც უნდოდა. ჩახრამუნა ხამ მუცელში ყავს. ახლა მოვა მონადირე, მოვა თავის თოფით, ამოიღებს, გაუჭრის მუცელს, მგელს და ამოიყვანს წითელ ქუდას და კრავსაც და ყველას ვინც მგელმა გადაყლაპა ზღაპრებში. ეგრე იქნება ეგრე. და ეს მონადირე იცით ვინ არის? კაცი კი არ არის ეს მონადირე. პატარა კრავია, პატარა კრავი. კრავი, ხო, კრავი. მონადირე. ხო, დიდ კაცთან პატარა კაცსა როდის გასვლია მართალი. ეხლა გაუვა მართალი, ეხლა, ამ მატრიცაში. ჩემმა მამამ რომ შექმნა, იმ მატრიცაში გაუვა მართალი. მართალს თავის სიტყვა. მართა. იცით რა არის ძალიან საინტერესო მეგობრებო, აი ამას დავაკვირდი მე. როდესაც ქრისტე ესაუბრება თავის მოწაფეებს რა. არც ერთი მოწაფე არ მიუწევია ქრისტეს თავისი გვერდით დაჯდომილიყო. მოდი და დაჯექი ჩემს გვერდითო, მარჯვნივ ეტყვის. მხოლოდ ერთადერთ მოწაფეს. აბა თუ გამოიცნობთ ვინ არის ეს მოწაფე. მოდიო აქ და დაჯექი ჩემს მარჯვნივ. ბევრს ზრუნავო შენო, ბევრს განიცდიო, მაგრამ აი იმანო უფრო უკეთესი გზა აირჩიაო, ეტყვის თავის ახლობელ პირზე. ან მთლიანად არ გაგიმხელთ, თქვენ უნდა მიხვდეთ. აბა თუ გამოიცნობთ ვინ არის ეს პიროვნება, ვისაც მიიწევს თავის მარჯვნივ ჯდომარეთ რომ ყოფილიყო პირველი და მხოლოდ ერთადერთი, ვისაც მიიწევს თავის გვერდით ქრისტე რომ დაჯექიო, მოდი აქო, მოდი მომისმინო. შორენა, დიახ, მართა არის ეს. გამოიცნო შორენა, მყოჩახ შორენა, რა მაგარი ხარ. მართა, მარიამის და. ერთადერთი არის მის მოწაფეებში, რომელმაც ქრისტემ თავის მარჯვნივ დაისვა. საინტერესოა, ხო? აქედან უკვე იმ ადამიანებს, ვინც შემისვენელია, უკვე გაიხსნებათ და დააკავშირებენ ინფორმაციურ ველებს ერთმანეთში და მიხვდებიან, რაზეც არის რა საიდუმლოებასთან გვაქვს საკითხი. სამართალმა პურიჭამაც მიხვდა, ყოჩახ სამართალმა პურიჭამა მიხარია რომ გამოიცანი შენს. მართა მარიამის დაო. მართა. აბა რას ვიცახი, თამარს თუ მართას? ხო, მეგობრებო, ეხლა მე დაგემშვიდობებით. ძალიან რთული საკითხის წინაშე ვდგავართ. ეხლა იცდება ყველა ქრისტიანი. ხარ თუ არა ქრისტიანი, საქციელებით გამოიცნობა მეგობრებო რა. და ქრისტე არ იმალებოდა. პირდაპირ ამხელდა, პირდაპირ მიდიოდა, პირდაპირ ამხელდა, პირდაპირ რაბებს ამხელდა. ამიტომ ჯვარზე მოიშორეს, თორე რატო რა სახში რომ ჯდარიყო თავისთვის და მარტო სახში ელაპარაკა, არავინ არ მოიშორებდა თავიდან ქრისტეს. იყოსო გიჟიაო იტყოდნენ და всё. маш ესია ეს. და მივბაძოთ ქრისტესზე, დავემსგავსოთ ქრისტეს. გამარჯობა პლატონ. ისე კი არა იმან რომ ითხრა სანთლებით ბღუჯით რო ეჭირა ხელში და ჩვენ ხო არა ვართ ქრისტეები. რა გიჭირს მეთქი დაემსგავსე ქრისტეს, რა გიშლის ხელს რომ დაემსგავსო? არ შეგიძლია ამ დახლის გარეთ გატანა თუ რა? ძალიან დიდ სიძნელეს წარმოადგენს ეს. ისეთი მძიმე დახლია რომ ეს რო გარეთ გავიტანო, წელი მომწყდება.
და მე რომ ყვირი ვარ თურმე რომ ქრისტეს იტყვები და ქრისტემ დაჟე გადმოუტრიალა ის დახლი და მე კიდე ცოტა დავინდე რომ ისე ალბათ უნდა გადმომეტრიალებინა იქაურობა და გადმომეყარა როგორც ქრისტემ გააკეთა რა ბოლომდე მიმებაძა ქრისტესთვის ბოლომდე და მე ვეღარ მეტყოდნენ ნუ გიჟი ხარო მე წამიყვანდნენ ჯვარს მაცავდნენ ალბათ უკვე ჯვარზე იქვე არ ვიყავი იქ ხო ჯვარი გაკრულიც არის დიდი ჯვარი სადაც ოდიდგანვე ჯვარი იდგა თურმე ხო და მიმაკრავდნენ იმ ჯვარს და ხო მათი ძალა ლაზარეც აღდგება მათი ძმა ლაზარეც აღდგება როცა მართალნი ამოვტეხთ კუბოს თამარ ხო შორენა კი ნამდვილად მართა მარიამი და ლაზარე ესენი იყვნენ საუკეთესო მეგობრები ქრისტესი საუკეთესო მეგობრები აბა გაკოცეთ ახლა მე თქვენ წავედი და თუ იცით ტევე პირველის ტელეფონის საკონტაქტო ნომერი გამომიგზავნეთ რა პირადში და იქნებ კიდევ ტევე პირველმაც რამე დაგვეხმაროს შორენამ წერს მიყვარხარ და გულებიო და მეც მიყვარხარ შორენა ყველა მიყვარხართ ჩემი საყვარელი მეგობრები ხართ თქვენ წავედი გაკოცეთ